ყოველ დილით მილიონობით ადამიანი დღეს ავტომატურად დილის ყავით იწყებს, მაგრამ ერთ კითხვას დაგისვამ, რა მოხდება, თუ ერთი უბრალო სუფრის კოვზი რაღაც, რაც შეიძლება უკვე სამზარეულოში გიდევს შენს ორგანიზმს იმაზე ძლიერად დაეხმარება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. არა აბი, არა რაიმე რთული სამედიცინო პრაქტიკა, არა ძვირადღირებული ბიოჰაკი, არამედ უბრალოდ ერთი სუფრის კოვზი ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი. ახლა სანამ გავაგრძელებთ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზეითუნის ზეთის რეკლამას კი არ ვაკეთებთ. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დარჩე დიდხანს ჯანმრთელი, რაც ვიცით მეცნიერებიდან და რაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა პრაქტიკაში ნახეს. თუ ქრონიკული დაავადება გაქვს, იღებ წამლებს ან განსაკუთრებული დიეტა გჭირდება, სანამ დიდ ცვლილებებს გააკეთებ, სჯობს ექიმს ან სპეციალისტს გაესაუბრო. მაგრამ თუ უბრალოდ გაინტერესებს ენერგია, საჭმლის მონელება, ანთება, გულის ჯანმრთელობა, კანის მდგომარეობა და ჯანსაღად დაბერება, მაშინ ჩემთან დარჩი. ხმელთაშუა ზღვის კულტურებმა თაობების განმავლობაში იცოდნენ, რომ ზეითუნის ზეთი მხოლოდ საჭმლისთვის არ არის. ბევრი თვალსაზრისით ის ჯანმრთელობის და სილამაზის ყოველდღიურად გამაძლიერებელი ინსტრუმენტია. ზეითუნის ზეთი უბრალოდ ცხიმი არ არის. რაც მას ასე განსაკუთრებულს ხდის ორი რამეა ერთად. პირველი, მას ჯანსაღი ცხიმები აქვს. გარდა ამისა ის ბუნებრივ მცენარეულ ნივთიერებებს, პოლიფენოლებს შეიცავს. მარტივად რომ გითხრა, ეს არის მცენარეში არსებული ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც ამ მცენარეს იცავს. მაგრამ როცა ჩვენ ამზეც ვიღებთ, ჩვენც ასევე გვაძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველა ზეითუნის ზეთი ერთნაირი არ არის. ზოგი ზეითუნის ზეთი ძლიერად არის გადამუშავებული, გაფილტრული, გაცხელებული ან სხვა ზეთებთან არის შერეული. თუ არასწორ ბოთლს აირჩევ, მხოლოდ კალორიებს და ცხიმს მიიღებ იმ ბუნებრივი დაცვის გარეშე, რაც ზეითუნის ზეთს ფასეულს ხდის. ამიტომ, როდესაც ჩვენს ვიდეოში ზეითუნის ზეთს სასარგებლო კონტექსტში ვახსენებთ, გულისხმობთ ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთს. მარტივად რომ ვთქვათ, ზეითუნის ზეთის ჯანსაღი ცხიმები ხშირად ქოლესტერინის დაბალანსებაში, ხოლო მისი ბუნებრივი მცენარეული ნივთიერებები კი ორგანიზმს ყოველდღიურ დაბერების პროცესებთან ბრძოლაში ეხმარება. როცა სისხლძარღვები უფრო მოქნილი და მშვიდია, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. და როცა მიმოქცევა უმჯობესდება, ეს ხშირად ბევრ რამეზე აისახება. მაგალითად უფრო სტაბილურ ენერგიაზე, კიდურებში უკეთეს სისხლის მიმოქცევაზე, ზოგჯერ კი საერთო სიმსუბუქის შეგრძნებაზე და იმაზე, რომ ადამიანს მეტი სიარული შეუძლია. ზეითუნის ზეთის მიღების გაგრძელების შემთხვევაში ადამიანის საჭმლის მონელების გაუმჯობესებას ამჩნევს. შებერილობა მცირდება, კუჭის მოქმედება უფრო რეგულარული ხდება, მუცელში დისკომფორტის შეგრძნება ქრება. ეს იმიტომ, რომ ზეითუნის ზეთს ბევრისთვის საჭმლის მონელების ნაზი მხარდაჭერის ეფექტი აქვს. ის ხელს უწყობს ორგანიზმში იმ პროცესებს, რომლებიც ცხიმების მონელებასა და ზოგი ვიტამინის ათვისებას ეხმარება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგი ვიტამინი უკეთ შეიწოვება, როცა საკვებში ჯანსაღი ცხიმია, მაგალითად A, D და K ვიტამინები. ამიტომ, როდესაც შენ ჯანსაღ ცხიმს მიირთმევ, უბრალოდ კალორიებს არ ამატებ, არამედ ეხმარები ორგანიზმს, რომ უფრო კარგად გამოიყენოს ის საკვები, რასაც ისედაც მიირთმევ. ზეითუნის ზეთის გამოყენების დაწყებიდან მალევე თავს იჩენს პოზიტიური ცვლილებები კანზეც. ეს იმიტომ, რომ როცა საჭმლის მონელება წესრიგდება და ორგანიზმი ნაკლებად არის გაღიზიანებული, განს ხშირად უკეთესი იერი აქვს. ზეითუნის ზეთში არის E ვიტამინი და სხვა ბუნებრივი დამცავი ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ყოველდღიური სტრესის, მზის და გარემოს უარყოფითი გავლენის, ასევე დაღლილობის წინააღმდეგ ეხმარება. ამიტომ შეიძლება შენიშნო, რომ კანი უფრო დატენიანებული ჩანს და უფრო ცოცხალი ტონი გაქვს. ცვლილებების გარეშე თმაც არ რჩება. მისი ფესვები ხომ კვებასა და სისხლის მიმოქცევაზეა დამოკიდებული. ბევრი აღნიშნავს მეტ ბზინვარებას, ნაკლებ მტვრევადობას და უფრო ჯანსაღ იერს. მაგრამ ისევ და ისევ, თუ ადამიანს ძლიერი სტრესი აქვს, ცუდად სწინავს, ან ძალიან არეულად იკვებება, ერთი ინგრედიენტი ყველაფერს ვერ გამოასწორებს. თუმცა ასეთ დროს კიდევ უფრო უნდა იზრუნოთ, რომ ის მიიღოთ, რათა მავნე-ჩვევებისა და არაჯანსაღი კვების ზიანი შეამციროთ. გაინტერესებს როგორ მიიღოს სწორად. ყველაზე მარტივია ერთი სუფრის კოვზი დილით საუზმემდე მიიღო. ახლა კი რეცეპტების დრო დადგა. ლიმონი და ზეითუნის ზეთის ნაზავი საჭმლის მონელების პრობლემებისთვის. ნახევარი ლიმონის წვენი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიე და დილით დალიე. ამ საშუალებას ტრადიციულად საჭმლის მონელებისა და განწყობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ზეთით გამოვლება პირის ღრუსა და ღრძილებისთვის. დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი პირში ჩაიგუბე და 8-10 წუთის განმავლობაში აქეთ-იქეთ ამოძრავე.
შემდეგ გამოფურთხე, არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპო. ეს პირში ბაქტერიებს ამცირებს და ღრწილებზე ზრუნავს. სახის გამწმენდი, მშრალი და მომწიფებული კანისთვის. დაგჭირდება 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. სურვილისამებრ 2-3 წვეთი ჟოჟობას ზეთი. მსუბუქად დაისველე სახე და ზეთი 1 წუთის განმავლობაში ნაზად შეიზილე. სახეზე რამდენიმე წამით თბილი, ნოტიო ნაჭერი დაიდე. ამ დროის გასვლის შემდეგ ზეთი ხელსახოცით ან ქსოვილით ნაზად მოიცილე. ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 3-4 ჯერ გაიმეორე. სახის დამატენიანებელი და დამარბილებელი ნიღაბი კანის ციხასხასის ეფექტით. დაგჭირდება 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. 1 ჩაის კოვზი თაფლი. 1 ჩაის კოვზი მაწონი ან ალოე ვერას გელი. ჩამოთვლილი მასალა ერთად აურიე და სახეზე და დეკოლტეზე წაისვი. 10-12 წუთი გაიჩერე და თბილი წყლით ჩამოიბანე. ფრჩხილებისა და კუტიკულის ნიღაბი. დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 1 კაფსულა ვიტამინი E. ზეთი კერამიკის ან შუშის მცირე ზომის ჭურჭელში ჩაასხი და წყლის აბაზანაზე დადგი. E ვიტამინის კაფსულის შიგთავსი აურიე და რომ გათბება და მასა კარგად შეერევა, გადმოდგი და ფრჩხილები 5-10 წუთით ჩაალბე, შემდეგ შეიზილე. კვირაში 3 ჯერ გაიმეორე. ზეითუნის ზეთი თმის ბოლოებისთვის სიმშრალის საწინააღმდეგო სერუმადაც შეგიძლია გამოიყენო. საამისოდ თმის დაბანის შემდეგ ან თმის ფენით გაშრობამდე არა უმეტეს 1-3 წვეთი ზეითუნის ზეთი ხელისკულებზე დაიდე და გაათბე. ბოლოს მხოლოდ თმის ბოლოებზე წაისვი. მშრალი და ქავილიანი თავის კანისთვის ზეითუნის ზეთი ასე გამოგადგება. დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სურვილისამებრ 4 წვეთი ჩაის ხის ზეთი ან 4 წვეთი ლავანდის ზეთი. აურიე, წაისვი თავის კანზე და 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟე. ნახევრიდან 1 საათამდე გაიჩერე, შემდეგ თმა შამპუნით 2 ჯერ დაიბანე. კვირაში ერთხელ გააკეთე. შენიშვნა: ჩაის ხის ზეთი არ გამოიყენება ბავშვებში და ორსულობის დროს და არასდროს გამოიყენება გაუზავებელი სახით. სხეულის სკრაბი აბრეშუმისებრი კანისთვის. ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 2 სუფრის კოვზი შაქარი ან წვრილი მარილი. სურვილისამებრ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიე და ნაზად შეიზილე. მცირე ხნით დაიტოვე და შემდეგ ჩამოიბანე. ამის შემდეგ ტანის ლოსიონის გამოყენება საჭირო არ არის. კვირაში ერთხელ მგრძნობიარე კანისთვის კი 2 კვირაში ერთხელ გაიკეთე. დაბზარული ქუსლები თუ გაქვს, აიღე 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 1 ჩაის კოვზი ვაზელინი ან შიის კარაქი. ეს მასალა კარგად აურიე და საღამოს შეიზილე. წინდები ჩაიცვი და მთელი ღამით დაიტოვე. რამდენიმე ღამის შემდეგ ქუსლები მნიშვნელოვნად დარბილდება. დამამშვიდებელი ზეთი მზისგან დამწვარი ან გაღიზიანებული კანისთვის. დაგჭირდება 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი. შეურიე და თხელფენად წაისვი. აგრილებს, არბილებს და კანის დაჭიმულობის შეგრძნებას ამცირებს. არ გამოიყენო მზის ბუშტუკები ან დამწვრობაზე. ზეითუნის ზეთი უმეტესი ადამიანისთვის უსაფრთხოა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იღებს სისხლის გამათხელებელ წამლებს, გაიარე კონსულტაცია ექიმთან. თუ გაქვს ნაურის ბუშტის პრობლემები, ცხიმებმა შეიძლება ზოგჯერ დისკომფორტი გამოიწვიოს. თუ დილაობით ცხიმს არ ხარ მიჩვეული, დაიწყე ჩაის კოვზით და ნელა გაზარდე. და გახსოვდეს, ზეთს აქვს კალორიები. 1 სუფრის კოვზი დაახლოებით 120 კალორიაა. ბევრისთვის ეს პრობლემას არ ქმნის, მით უმეტეს თუ ტკბილის სურვილებს ამცირებს, მაგრამ ჯობს იცოდე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.